მე გიამბობთ რა ხდება ახლა საერთაშორისო ასპარეზზე პირველ ყოვლისა რა ხდება უკრაინასთან დაკავშირებით. ისიც თქვენ რომ გაილია ამოიწურა პრეზიდენტ ტრამპის ოვალურ კაბინეტში შესვლიდან 100 დღე და შეიძლება ერთგვარად შევაჯამოთ ის რაც გააკეთა პრეზიდენტმა ტრამპმა ამ 100 დღის განმავლობაში. პრეზიდენტი ბაიდენისაგან განსხვავებით ის პრაქტიკულად ყოველდღიურად მეცაც გეტყვით დღეში რამდენიმეჯერაც კი ჩნდება ტელეეთერებში ეკრანებზე ჟურნალისტებთან და ჟურნალისტებისთან დასწრებით აკეთებს საოცარ ერთის მხრივ გასაოცარ არაორდინალურ განცხადებებს. მისი არამხოლოდ განცხადებებია არაორდინალური, არამედ პოლიტიკაც არაორდინალურია. და ხშირად ეს განცხადებებიც ერთმანეთისაგან განსხვავებულია. ერთ დღეს ერთს ამბობს, მეორე დღეს მეორეს, მესამე დღეს კი მესამე გამოსდის, თითქოს გამოიყვანს ხოლმე, თითქოს მესამეს. და პოლიტიკაც ერთმანეთისაგან განსხვავებულია და განცხადებებისაგან განსხვავებულია. აქედან გამომდინარე, ბევრი კრიტიკოსი პრეზიდენტ ტრამპისა, ვინც აკრიტიკებდა და დღესაც აკრიტიკებს მას, ნელა-ნელა ხდება მისი მომხრე და ბევრი მისი მომხრე, ვინც იმთავითვე უჭერდა მხარს ამერიკის შეერთებული შტატების 57 საოცარი კამბექით დააბრუნებულ პრეზიდენტს ნოემბერში გასული წლისა, ხდება კრიტიკოსი, ან ერთგვარად შეეჭვებული მის პოლიტიკაში განცხადებებსა თუ პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო ეს სიტყვა, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, ჩვენ ჯერაც არ ვიცით საბოლოო ჯამში, როგორი ტიპის, როგორი სახის, როგორი იერის, როგორი კალაპოტის პოლიტიკა ექნება პრეზიდენტ ტრამპს, თუმცა უნდა ვთქვათ მის სასარგებლოდ, უნდა შევაქოთ, რომ ბოლო რამდენიმე ხანია, მაინც ასე ვიტყვი, არასრული ერთი კვირა, მაინც თითქოს ყალიბდება, თითქოს ჩანს კონტურები, გამოკვეთილია კონტურები იმ პოლიტიკისა, რომელსაც ის აწარმოებს სამომავლოდ უკრაინასთან, რუსეთ-უკრაინასთან მიმართებაში. რა უნდა პრეზიდენტ ტრამპს, ეს უნდა ვიკითხოთ ხმამაღლა. ბევრი ვერსია არსებობდა ამის თაობაზე, ბევრი ინსინუაცია არსებობდა ამის თაობაზე. ზოგი იმასაც ამბობდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთის აგენტია 1987 წლიდან და ზოგი იმასაც ამბობდა, რომ ოდენ ფულზე, ფინანსებზე, შემოსავალზე, ამერიკის სიძლიერეზე ორიენტირებული პოლიტიკოსია. ალბათ ყველაზე უფრო გაწონასწორებული შეფასება იქნება ამგვარი, მას არაფერი უნდა გარდა მშვიდობის დამყარებისა. გარდა იმისა, რომ სისხლისღვრა, როგორც ასეთი, არ იყოს რუსეთსა და უკრაინას შორის, რომ ჯარისკაცები ან უბრალო მოქალაქეები არ იხოცებოდნენ, რომ არ იყოს ამდენი და ამდენი მსხვერპლი თუ ერთი და თუ მეორე მხრიდან. მოდით ჩვენც ამ ჩარჩოებში დავრჩეთ და ვთქვათ ან ასე ვთქვათ, რომ ის უაღრესად კეთილშობილური მიზნებით თუ მოსაზრებებით ხელმძღვანელობს და მეტი არც არაფერი უნდა, არც სასარგებლო წიაღისეული აინტერესებს, არც რუსეთის დამარცხება და არც უკრაინის დაჩოქება, როგორც ერთი, მეორე ან მესამე შემთხვევაში ვარაუდობდით, მათ შორის მეც ვარაუდობდი ხოლმე განა არა, ანუ თვითკრიტიკულიც ხომ უნდა იყოს ადამიანი. მას უნდა ომის შეჩერება, პრობლემაც ის არის, პრობლემა ბრჭყალებში თუ ბრჭყალებოდ, რომ მას უნდა ომის შეჩერება განვაგრძოთ წინადადება ნებისმიერ ფასად. არ უნდა დაიხოცონ ადამიანები, კეთილშობილური წინადადება არასაკვირველია, მაგრამ ხშირად რაც კარგად ჟღერს, რაც კარგად ხმიანდება, ხშირად ასე არ არის ხოლმე, ეს ერთი და მეორე. ნებისმიერ ფასად, როცა ამ ორ სიტყვას დავურთავთ ხოლმე, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში ერთგვარად უგულებელ ვყოფთ ერთგვარ ღირებულებებს, რომლებისთვისაც იბრძვის დღეს უკრაინა. დიახ, არც არავინ დაიხოცებოდა
ყოველ შემთხვევაში ნაკლები იქნებოდა მსხვერპლი უთუოდ და უდაოდ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინას ხელები რომ აეწია პრეზიდენტი ზელენსკი კიევიდან რომ გაქცეულიყო უკრაინელ ხალხს რომ არ ეთქვა რომ ის იცავს საკუთარ სახელმწიფოს და ბოლომდე დაიცავს თავისუფლებას ის უმალ შეეწირება საკუთარ ქვეყანას და არ დათმობს გოჯ მიწასაც კი რუსეთის სასარგებლოდ არ დაუთმობს ოკუპანტებს გოჯ მიწასაც კი მაგრამ ახლა მე თავადაც ხვდები რომ ერთგვარად გადავუხვიე თემას და ახლა უნდა მივუბრუნდე საკითხს რა ხდება უკრაინასთან დაკავშირებით და მე უნდა გიამბოთ რა ხდება რეალურად უკრაინასთან დაკავშირებით ჩანს ყალიბდება ჩამოყალიბების გზაზეა ამერიკის შეერთებული შტატების ასე უნდა გითხრათ საბოლოო პოზიცია და საბოლოო პოზიციას შეერთებული შტატები აყალიბებს ჩამოაყალიბებს და აყალიბებს იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩანს მძლავრობს აზრი იმის თაობაზე უშუალოდ შეერთებულ შტატებში და თეთრ სახლშიც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის კულისებშიც რომ ღირებულებებს როგორც ასეც შეერთებულმა შტატებმა არ უნდა უღალატოს ეს ღირებულებები კი ჩემი ან მისი წინამორბედი პრეზიდენტის ან წინამორბედი პრეზიდენტ ობამას მოგონილი კი არ არის ან ნებისმიერი მის მიერ გაკრიტიკებული პრეზიდენტის მოსაზრებებზე კი არ არის დაფუძნებული ეს ღირებულებები არის შექმნილი ჩამოყალიბებული შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამების მიერ ხო და ვის არ გააკრიტიკებს პრეზიდენტი ტრამპი ვის არ გადასწრდება ვის არ უწოდებს სულელს უმაქნის უნაროს ბებერს შემცდარს და ასე შემდეგ მაგრამ აი დამფუძნებელ მამებზე კი ბოდიშს ვიხდი და ვერ გაიქაჩება იმიტომ რომ ეს იქნება მთლიანად შემორღვევა იმ ამერიკული სულისა რომელიც ამერიკაში როგორც ქვეყანაში და ამერიკაში როგორც იდეაში არსებობს დამფუძნებელი მამები კი ამბობდნენ შემდეგს რომ თავისუფლება უწინარეს ყოვლისა და თავისუფლება უპირველეს ყოვლისა და დამფუძნებელი მამების შემდგომაც რაც საკვირველია და საკვირველია პირველ ყოვლისა მე-20 საუკუნეში შეერთებულმა შტატებმა იტვირთა მსოფლიოში როლი რომელიც არც ერთ ქვეყანას ჩვენს თანამედროვეობაში ყოველ შემთხვევაში არ უტვირთია ეს არის მსოფლიოში დემოკრატიისა და უსაფრთხოების პრინციპების გავრცელება თუ გადავრცელება რასაც ხშირ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების რბილ პოლიტიკას რბილ ძალას რბილ პოლიტიკას ინტერესების გატარებას უარყოფითი კონოტაციით არა დადებითი კონოტაციით უწოდებენ ხოლმე. თავად შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის და პრეზიდენტ ტრამპის ერთგვარი სახეცვლილების მიზეზი გულახდილად გეტყვით არის უშუალოდ პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტის საკმაოდ ერთის მხრივ პრინციპული და მეორეს მხრივ ოსტატური ქმედებები ამ იდენტობით არა პოლიტიკოსმა კაცმა და ის არ იყო ყოველ შემთხვევაში ამ რამდენიმე წლის წინ იდენტობით პოლიტიკოსი ნამდვილად მაგრამ იდენტობით ერთგვარად არტისტულმა ერთგვარად ლავირების კარგად მცოდნე პირმა შესანიშნავად იგრძნო რამდენიმეჯერ მომენტუმი და არ მინდა ცუდი ზმნა ვიხმარო შეუსრულა მეთქი მაგრამ დაანახა შეერთებულ შტატებს რომ უკრაინა სანდო პარტნიორია უკრაინას უნდა მშვიდობა განა არა და ასეც არის უკრაინას მშვიდობა უნდა იმიტომ რომ უკრაინელი ჯარისკაცებიც და არა მხოლოდ ჯარისკაცები იხოცებიან მაგრამ სამართლიანობაზე დაფუძნებული უნდა იყოს ნებისმიერი მშვიდობა რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევით იქნება მიღწეული თუ ამერიკის შეერთებული შტატები არ იქნება ამ პროცესში ოღონდ აქვე ვიტყვი რომ შეერთებული შტატები როგორც ჩანს იქნება და აქ უშუალოდ შეერთებულ შტატებში არსებულმა ბოდიშს ვიხდი ვისაც უარყოფითი სიტყვა ჰგონია deep state-ი სიტყვაც შეთანხმება ტერმინი ჰგონია deep state-ი აქ იმძლავრა სწორედაც რომ deep state-მა რომელმაც დაარწმუნა შეერთებული შტატების პრეზიდენტი რომ ასე მიგდება ბედისანაბარა მიგდება უკრაინისა რომელიც იბრძვის
გასაკვირველი არ შეიძლება და თუ მიაქციეთ ყურადღება, ბოლო ხანები არც არავინ აღარ ახსენებს ამგვარ სიტყვებს, ამგვარ წინადადებებს არ წარმოთქვამენ, რომ უკრაინა უნდა გაიყოს, რომ ეს ტერიტორია უნდა დარჩეს რუსეთს, რაღა ეს რეალობა აქედან გამომდინარე უნდა უკრაინა როგორღაც შეეგუოს იმას, რომ ტერიტორიების ნაწილს დაკარგავს და ასე შემდეგ პირიქით. ბოლო ხანებია პრეზიდენტ ტრამპის დონეზეც კი აღარ ვლაპარაკობს სხვებზე, პირიქით სულ ყველა უსვამს ხაზს უკრაინის მთლიანობას, უსაფრთხოებას და მთლიანობას. ამაში ხელი შეუწყო, ამ რიტორიკას ხელი შეუწყო აქ გითხარით პრეზიდენტ ზელენსკის ძალიან ადეკვატურმა ქმედებებმა და როგორც იქნა ხელმოწერა იმ ფართო შეთანხმებაზე, რომლის ნაწილიც არის შეთანხმება მინერალების თაობაზე, ასე ცნობილი ჩვენთვის ასე ცნობილი ამ ტერმინით, ამ სახელდებით ცნობილი შეთანხმება შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის. ამ უკანასკნელ შეთანხმებაში მათ შორის უკრაინის უსაფრთხოებაზეც და მის შეიარაღებაზეც არის საუბარი, რაც ვარაუდობ, რომ ფრიად ამწუხრებს ან გულს უხეთქავს იმპერიის დედაქალაქ მოსკოვში ჩაბეტონებულ ხელისუფლებას, ბანდას რეალურად, თავარ ბანდას და სიბოროტის თავარ წყაროს პუტინის თავკაცობით, რომელმაც აშკარად გადააჭარბა, ალბათ ზუსტი სიტყვა არ არის, ხო, აშკარად მეტი მოინდომა და სწორედ იმ დროს, როდესაც მისგან ადეკვატურ თამაშს მოელოდა ვაშინგტონიც, პუტინმა ბომბა უკრაინის ტერიტორიები, რითაც კიდევ ერთხელ გააჯავრა, ან საბოლოოდ გააჯავრა პრეზიდენტი ტრამპი და დაარწმუნა იმაში, რომ რუსეთი არასანდო პარტნიორია, სხვათა შორის უშუალოდ შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში, ვინც ამბობდა, რომ რუსეთის სურვილუკები უნდა იყოს დაკმაყოფილებული, მისი პოზიციებიც ერთგვარად შესუსტებულია, მე ვგულისხმობ მრჩეველს ვიტკოფს, რომელსაც უკადდნენ უშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას, ანუ ტრამპის გარემოცვაში, უახლეს გაუახლოეს გარემოცვაში მოხვედრას მას შემდეგ, რაც ვოლცი წავიდა და ინიშნება გაეროში შეერთებული შტატების ელჩად, მაგრამ პრეზიდენტმა ტრამპმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო და საკრიტიკო განა არა, მაგრამ მაინც სწორღირებულებიან მარკო რუბიო სანდო, სახელმწიფო მდივანს სანდო, მრჩევლის სტატუსი უშროების საკითხებში, ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ვიტკოფი, რომელსაც ნახატები, თუ ნახატი ჩამოჰქონდა, რომელსაც ნახატი ჩაუტანა მოსკოვიდან ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპს და გადასცა პრეზიდენტ პუტინის ქებანი და დიდებანი, ერთგვარად უკან ჩაჩოჩებულია და მე გამოვთქვამ თამამ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ არც თუ შორეულ მომავალში უშუალოდ მრჩეველი ვიტკოფი დატოვებს იმ თანამდებობასაც კი, რა თანამდებობაზეც არის და იმ პროცესიდან საერთოდ იქნება გამოთიშული, რა პროცესშიც ის ახლა მონაწილეობს, ანუ უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში. რა ხდება უკრაინასთან დაკავშირებით და გლობალური გადანაწილებაც მიდის. გლობალური გადანაწილება რამდენად სწორი სიტყვა, იბოდიშებთ. არასწორი სიტყვა რო ამიტომ დამაცემინა და ხელახლა არ დავიწყებ ვიდეობლოგის ჩაწერას ამ დაცემინებისა და გამო, მაპატიეთ, მომიტევეთ. გლობალური გადანაწილება რამდენად სწორი სიტყვა ვერ გეტყვით, გლობალური ამბებიც მიდის, რომ იცოდეთ და აქ პრეზიდენტი ტრამპისთვის რუსეთი ესეთი ხელწამოსაკრავი ან არამმნიშვნელოვანი ქვეყანა, პირველ ყოვლისა ცხადია, იგულისხმება მზარდი ჩინეთის, როგორც ქვეყნის, როგორც დიდი ინდუსტრიის, როგორც მძლავრი სახელმწიფოს, როგორღაც შეფერხება, შეჩერება, საერთოდაც გაჩერება, თუ ეს შესაძლებელია, ალბათ გაჩერებაზე არც არავინ გაიწევს, არც არავინ მოინდომებს ამ ქვეყნის გაჩერებას, მაგრამ აი შეფერხება და ტემპის დაგდება კი ჩინეთისა გარდაულად აუცილებელია შეერთებული შტატებისთვის, რომელსაც კვლავაც უნდა, რომ იყოს ზემძლავრი სახელმწიფო, ასეთად არის, მაგრამ კიდევ უფრო მძლავრი უნდა რომ იყოს და ამას ცდილობს სწორედ პრეზიდენტი ტრამპი. მე ვარაუდობ, რომ აღარ იქნება, ნაკლებად იქნება გაუგებრობანი შეერთებულ შტატებსა და კონტინენტურ ევროპას და აგრეთვე შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს შორის ევროპოდ შეერთებული შტატები
კოჭლია და უამერიკოდ ევროპის კონტინენტიც, ასევე ბრიტანეთი რასაკვირველია კოჭლია. აქედან გამომდინარე ეს deep state-ი დაალაგებს მეთქი ასე ვიტყვი და deep state-ში მეგულისხმობ ახლა მართლა იმათ კი არა ვინც ჭრდილშია თუ ასეთები არიან საერთოდ ცხადია არ არიან, ანუ პაპუაშვილებს არ უნდა ვენდოთ, არამედ იმ სახელმწიფო ბიუროკრატიულ think tank და ასე შემდეგ მანქანას, მოფიქრალ ჯგუფთა მანქანას, რომელიც ფიქრობს სოფლიოზე, სოფლიოს მშვიდობაზე, სოფლიოს უსაფრთხოებაზე და არა მხოლოდ ჭრდილში მყოფები მეთქი აქ იგითხარით, არამედ გულისხმობ მათ შორის წინა პლანზე მყოფებსაც, ეს არის ჩვენ შემთხვევაში ასე მაგალითად მაკრონი, სტარმერი სხვები და სხვები ევროპიდან და არა მხოლოდ ევროპიდან, არამედ შეერთებული შტატები ერთსი ასე მაგალითად გერმანიის მომავალი კანცლერი და სხვები და სხვები. დიახ, ევროპა და ამერიკა არ დარჩება და ისინი ერთობლივად განახორციელებენ სწორ პოლიტიკას, როგორც ჩინეთის პირველ ყოვლისა, ისე რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც უნდა ვიხმარო ეს სიტყვა და ჩოქებენ უბრალოდ ამბიციებს, მნიშვნელოვნად შეუსუსტებენ, მოუგრეხენ კისერს დროთა განმავლობაში, იმიტომ რომ რუსეთი ამბიციებ დასაშოშმინებელი კისერ მოსაგრეხი ქვეყანა, როგორც აქ იგითხარით კიდეც ბოროტების მთავარი სათავე დღეს და ახლა მსოფლიოში. სად არის ამასობაში საქართველო? ესეც ცხადია მნიშვნელოვანია სულ მინიმუმ ჩვენს კონტექსტში, ჩვენთვის, აი ჩემი მაყურებლისათვის. უკრაინა გადარჩება მთლიანად, როგორც ქვეყანა, მის დაშლას, როგორც ამბავ მოვლენას არავინ დაუშვებს. პრეზიდენტი ტრამპიც კი ნელ-ნელა მიდის ამ გადაწყვეტილებამდე. და მეოთხედ ვიტყვი, რომ deep state-თან მომუშავე პრეზიდენტი ტრამპი მიდის ამ გადაწყვეტილებამდე, კარგია რომ ამ ჩარჩოებში, ამ mainstream პოლიტიკის ჩარჩოებში ჯდება პრეზიდენტი ტრამპი ნელ-ნელა. ევროპა ხომ მისულია ამ გადაწყვეტილებამდე და აი ევროპა შეერთებული შტატების გარდაუვალი საომავლო და მძლავრი ალიანსის გათვალისწინებით რუსეთი უნდა ახტეს და უნდა დახტეს მას არც არაფერი, ან ბევრი არაფერი გამოუვა კი მიაღწევს ის წარმატებას აქა-იქ, 1-2-გან 5-7-10 თუ 17 ფრონტზე, მაგრამ სტრატეგიულად რუსეთი ნელ-ნელა გახდება შეუდგება დამარცხების დაღმართს. საქართველოსთან მიმართებაში აქ იგითხარით და აქ დაგპირდით რომ ვიტყვი რამდენიმე სიტყვას მეთქი და რა ხდება ჩვენთან მიმართებაში. ერთი მოსაზრებით გერმანიის კანცლერს და მეორე მოსაზრებით საფრანგეთის პრეზიდენტს აქვს ნათქვამი ამგვარი სიტყვა, რომ ევროპა იწყება ლისაბონიდან და ევროპა სრულდება თბილისში. მე გეტყვით, რომ ცდარიან მოძველებული ამბავია ეს ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში. ევროპა არ დასრულდება თბილისში თუ ლაგოდეხში. არა. ევროპა დასრულდება ევროპაში. ევროპა დასრულდება ერევანში, რადგან პირველი ორი ბგერა დაემთხვა, აქედან პირველი ერთი ბგერა დაემთხვა, ერთი ასო ბგერა, აქედან გამომდინარე ცოტა შემეშალა. ერევანში დასრულდება სომხეთის ასე გააქტიურების გათვალისწინებით, როგორც შუაში ის მოითავსებს გაგიკვირდება და თურქეთსაც, ალბათ უფრო პოსტ ერდოღანისეულს, ალბათ უფრო, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ერდოღანის პირობებშიც კი საქართველოს ამ ევროპის ნაწილი იქნება. გენერალური და სტრატეგიული ამბავი ეს არის, სწორედ, ანუ რუსეთი უნდა ამოძირკვონ ამ რეგიონიდან. რუსეთი უნდა განაგდონ ამ რეგიონიდან, მათ შორის არა მხოლოდ პოლიტიკურად ან სამხედრო მონაწილეობით მყოფი რუსეთი ამ რეგიონში, სომხეთს გულისხმობ აფხაზეთს, საქართველოს ნაწილ აფხაზეთს ან საქართველოს ნაწილ ცხინვალის რეგიონს, არამედ ეკონომიკური თვალსაჩინოთაც ის უნდა იყოს შევიწროებული მოვასვასე ჩინეთთან არც თუ იშვიათ შემთხვევებში. ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენ მოცემულ ეტაპზე შეგვხვდა თუ გვხვდა ხელისუფლება დაწოდებული ბანდა, რომელიც ამ გეოპოლიტიკურ სურათს ვერ კითხულობს და პირიქით არათუ ვერ კითხულობს, არათუ ფეხი, არამედ ტვინიც, თვალიც და ტვინის წაუწდება ხოლმე, მზერაც გაეპარება ხოლმე
მოსკოვისაკენ რატომ? იმიტომ რომ ჯერ ერთი სავოკები არიან ესენი ვინც FSB-სთან პირდაპირ ხაზზე არ არის მიერთებული. მეორე არიან სავოკები, ანუ საბჭოთა ადამიანები. მეორე არიან კორუმპირებულები და აი ამ ნეპოტიზმში, არათავისუფალ გარემოში საკუთარი თავის იმედი რომ არ აქვთ. იმგვარები და მოგილვათ იმის არ აქვთ დამთავრებული სხვათა შორის რამდენიმე მათგანი ხო გერმანია მოვლილია და გერმანიაში განათლება მიღებულია, მაგრამ მაინც არ აქვთ მათ საკუთარი თავის იმედი. კობახიძეს ასე მაგალითად და მეორედ ხსენებულ პაპუაშვილს და სხვებს. და კიდევ რაც მთავარია, ისინი არიან FSB-ზე ჩამოკიდებული. ეხლა თუ მკითხავთ როგორ და რა ხაზებით გამოვიდა FSB ოდესღაც რომელიმე მათგანზეო, მე პასუხი არ მაქვს, მაგრამ რომ გამოვიდა და სულ მინიმუმ სასარგებლო იდიოტებად რომ იყენებს ამ არაპატივცემულ პირებს, არაპატივსაცემ პირებს, ეს კი ფაქტია. აი ამ არსებით ჯახში ვართ ჩვენ და 320 კაცი იდგება რუსთაველის გამზირზე თუ 3200 ან 32000 1000-ზე ვამრავლებ 320 1000-ზე და 3200-იც 10-ზე გავამრავლე. ხო, მნიშვნელოვანია განა არა, მაგრამ რომ ვიცოდეთ, მაინც ამ კონცეპტუალურ ჯახშია მთელი ქართული საზოგადოება, სულ რომ 320 გაყოფილი 2-ზე 160 კაცი იდგეს რუსთაველის გამზირზე და ამ 160 კაციდან 16-მა გადაკეტოს სავალი გზა. ამარსებული გზა ის ბოლო თავგადასავლის ბოლო რასაკვირველი ეკეთილია, იმიტომ რომ კი მეც და ჩვენც ვწყვეტთ ნებისმიერი პროტესტანტის ხმა წყვეტს საქართველოს სვესა და ბედს, რასაკვირველია ასეა, მაგრამ in general გენერალურადაც წდება ბედი ქართლისა წდება გენერალურადაც, ანუ სოფლიო მასშტაბით და რეგიონს, რომელსაც უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს ამ სივრცეში, ამ პლანეტაზე, რომელიც არის დამაკავშირებელი ხაზი აღმოსავლეთსა, საით უნდა გავიშირო ხელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. აი ამ პატარა სახმელეთო ყურეს, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ვიწრო სახმელეთო ყურეს, კასპიის ზღვიდან ვიდრე შავ ზღვამდე, კასპიის ტბიდან ვიდრე შავ ზღვამდე, ასე ვერ გაუშვებს ხელიდან ვერც ერთი ნორმალური სახელმწიფო, დემოკრატიული და საკუთარ თავზე, საკუთარ მომავალზე, საკუთარი სივრცის მომავალზე, საკუთარ საზოგადოებაზე მზრუნველი სახელმწიფო და სივრცეები. ნატო, ევროკავშირი, უშუალოდ შეერთებული შტატები და ასე შემდეგ. აი ამ პროცესში ვართ რა ჩვენ, ბიზინა ივანიშვილი, რომელიც ვერ ხვდება კონტექსტს, რომელიც ოდენ საკუთარ მიკროსამყაროშია ჩაკეტილი, საკუთარი წარმოდგენები აქვს, როგორც საკუთარ თავზე, როგორც პირზე, რომლის გარშემო სტრიალებს ან საქართველოს ან საერთოდაც დედამიწა, ამ პროცესს, ამ კონტექსტს ვერ ხვდება რა, მაქსიმალურ წინააღმდეგობას უწევს. ოღონდ რაც არ უნდა ხეთქოს, ან შეეხეთქოს კედელს ბიზინა ივანიშვილი, მისი ბოლო, როგორც ისტორიაში, როგორც უარყოფითი პირისა, მე რომ ხშირად სერგო ორჯონიკიძეს ვუწოდებ სავსებით სამართლიათ, მაგრამ მკვეთრად. მაგრამ გავანებოთ ეხა ერთ ზუსტ თავის სერგო ორჯონიკიძესთან მის შედარება, მიდარება, დადარებას. არამედ როგორც უარყოფითი პერსონისა, მისი ბოლო უკვე გარკვეულია, რომ ისტორიაში ჩაწერილია ის როგორც უარყოფითი პერსონა, მაგრამ ჩვენ ხომ მარტო ისტორია 100 წლის თავზე, რომელიმე მე ისტორიკოსი მემატიანე რა სიტყვის ეს არ გვაინტერესებს, ჩვენ ხომ ახლა ჩვენთვისაც და არა მხოლოდ ჩვენი შვილიშვილებისთვისაც გვინდა ბედნიერება, უზრუნველი არა, სწორი სიტყვა, ხო, შედარებით მშვიდი ცხოვრება და მე გარწმუნებთ, რომ საბოლოო ჯამში გორდიას კვანძის ან მსოფლიო კვანძის გახსნამდე არც თუ დიდი დროა დარჩენილი, არც თუ დიდი დრო არის 1, 2, 3 წელიწადი, ნამდვილად ვერ გაგრძელდება, ვერც გაგრძელდება ომი უკრაინაში 3 ხსენებული წელიწადი და ნამდვილად ვერ მისცემს საკუთარ თავს იმის უფლებას მსოფლიო, რომ 3 წელი იყოს ამ დინამიკაში, ახალ-ახალი კონფლიქტები შეემატოს, დაემატოს ახლა პაკისტანსა და ინდოეთს შორის ან ახლო აღმოსავლეთში, რაც ხდება ქეიცით თქვენ და ამ დინამიკაში საბოლოო ჯამში მოარღვიოს საკუთარივე მოსახლეობის მოქალაქეების უსაფრთხოება, ხელი შეუწყოს ამ უსაფრთხოების სისტემების რღვევან გრევას და მისივე მოქალაქეები ჩააგდოს საფრთხის ქვეშ. ხო და რას მიქვიან, ბოდიშ ვიხდი მის მომხრეებთან და არა მასთან, ვინ მიგდია ამასობაში ივანიშვილი, რომ მან ყველაფერი ასე წყალში ჩაუყაროს ცივილიზებულ სამყაროს, ოღონდ ცივილიზებულ სამყაროში მე ვგულისხმობ არა მხოლოდ დღეს და ახლა მოქმედ ცხოვრებ
მოქალაქეებს გენერაციას ზრდასრულებს, რომლებიც პოლიტიკით ან ფართო გაგებით პოლიტიკით არიან დაინტერესებულნი, არამედ გულისხმობ მათ შორის წარსულსაც, აი გარდაცვლილებსაც. ეს თეზა არსებობს, რომ საზოგადოება არის იმ ადამიანების ერთობა, ვინც წარსულში იყო, ვინც ახლა არის და ვინც მომავალში იქნება. ჯერ არ დაბადებულთა ერთობაც კი არის საზოგადოება. და ვერ დაეკითხები, რასაკვირველია, ვერ გიპასუხებს, თორემ რომ ვერ დაეკითხები ილია ჭავჭავაძეს, ახლა ვერ გიპასუხებს. ხო, თუმცა მას პასუხი გაცემული აქვს საკუთარ დაწარმოებებში, პუბლიცისტიკაში, როგორი საქართველო უნდა და ვერ დაეკითხები მომავალ თაობებს, მაგრამ შენ ხომ გძნობ, რომ როგორი უნდა იყოს პასუხისმგებელია თუ ხარ მომავალი თაობების საქართველოს უნდა იყოს განვითარებული, ამაზე მაინც შევთანხმდეთ, დემოკრატიული, სხვათა უფლებების დამცავი თუ მცველი, არ შემლახავი, საკუთარი უფლებების დამცავი თუ მცველი და არ შემლახავი, თავისუფალი, ღირსეული, ძლიერი ამაყი, რაც გდებავთ, რა სიტყვაც გდებავთ, იმას დავურთავ თუ დავამატებ ამ სიტყვათა ჩამონათვალში. ხო და ბიძინა ივანიშვილი აი ამ ორ მტრიალში არ ქმნის ამგვარ სახელმწიფოს. ის ორიენტირებულია ოდენ საკუთარი, თავის ოჯახის და ასე შემდეგ, ასევე მისი გუნდის ცალკეული წარმომადგენლების უსაფრთხოებაზე, უფლებებზე და ასე შემდეგ და მის მომხრეებთან ბოდიში და არა მასთან, სულ ფეხებზე კიდია რიგითი მოქალაქეების სიამაყეც, ღირსებაც, პიროვნული თვისებებიც, ადამიანობაც, მომავალის თავისუფლებაც, მდგომარეობაც და ასე შემდეგ. აი ამ ისტორიულ ჯახში ვართ რა ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ დღეს და ახლა კმაყოფა მნიშვნელოვანია, განა არა მნიშვნელოვანია, რომ რომელიმე თქვენგანს ვისაც ახლა ზეგმაზე გიწევთ კრედიტის გადახდა, ის თანხა როგორღაც გქონდეთ ანგარიშზე, ვიზა ბარათზე თუ მასტერკარდზე, საქართველოს ბანკსა თუ TBC ბანკში, მაგრამ გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გაიაზროთ ფილოსოფიურად რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, როგორი ტიპის სახელმწიფო უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, როგორი ტიპის საზოგადოებაში უნდა ცხოვრობდეთ ჩვენ და ეს უნდა იყოს დასავლური, იმიტომ რომ დასავლეთი ალტერნატივა არის ევრაზიულობა, რომელსაც ასე მოაჯდა იმპერია რუსეთი, რომელიც ითრევს და ითრევს, აუქმებს და აუქმებს, ანგრევს და ანგრევს ქვეყნებს, საზოგადოებებს, სივრცეებს, თავისუფლებას როგორც ასეც. ამიტომ გადაწყვეტილება არის ჩვენზე მეტ, ჩვენზეც მეთქი, მაგრამ in general გლობალურადაც გადაწყდება ჩვენი ბედი. რა ხდება? მე გიამბობთ იმას, ხანდახან მაინც მე გიამბობთ და უფრო დეტალურადაც კი გიამბობთ, რა მოხდა ასე მაგალითად შეერთებულ შტატებში 2 საათის წინ თუ 2 დღის წინ, რა მოხდება, ამაზეც ვილაპარაკებ ხოლმე. ეს იყო ჩემი ვიდეო ბლოგი სათაურით. მე გიამბობთ რა ხდება სინამდვილეში. მე ვარ ირაკლი ტაბლიაშვილი, ნახვამდის.